რეგიონული განვითარების მინისტრმა დღეს 6 თვიანი მუშაობის შედეგები შეაჯამა. დავით არმანიამ მნიშვნელოვან პროექტებზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის არის 12 მუნიციპალიტეტში დევნილებისათვის ახალი საცხოვრებელი სახლები, თბილისის რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობა, ანაკლიასა და ბათუმში ჩატარებული ნაპირსამაგრის სამუშაოები, საავტომობილო გზებისა და წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია. ძირითადი პრობლემები, რაც ფონდში დაგვხვდა ჩვენ 6 თვის განმავლობაში დაძლეული იქნა და მსხვილი პროექტები და პროგრამები ისევე როგორც შედარებით მცირე პროგრამები, რაც მუნიციპალური განვითარების ფონდში ხორციელდებოდა ავტომატურ რეჟიმში გაგრძელდა უფრო მოწესრიგებული ფორმით და ცივილური ფორმით. მასშტაბურ პროექტს წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირთათვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც პირველი 6 თვის განმავლობაში ფონდის მიერ განხორციელდა 16 კორპუსის მშენებლობა, თბილისის რუსთავის ავტომობილო მაგისტრალის მშენებლობა, რომელზეც როგორც იცით უკვე გამოცხადებულია ტენდერი.